ამ განახლებამ მთლიანი თამაში შეცვალა. მოგესალმებით უყურებთ ჩემო მეგობრებო, დაგმოვიდი Brawl Stars-ის მორიგი ვიდეოთი და რა ხდება ეხლა და როგორ ხდება დღეს რა. მოკლედ გუშინ გამოვიდა აპდეიტი მეგობრებო 25 თებერვალს. დღეს 26 თებერვალს უკვე გუშინ ჩათვალეთ რომ მთლიანი დღე იყო გათიშული, 1-2 საათით მოვიდა და მე ისევ გათიშეს, მე გვაჩუქეს ბოქსები. აი აქ ხო ახალი ევენთი დაემატა, ანუ ძალიან ბევრი რაღაცები დაემატა და ეხლა ყველაფერს აგიხსნით, გაგაცნობთ და ასე შემდეგ მოდი დავიწყოთ ეხლა მეგობრებო. მოკლედ, პირველი რაც დაემატა, ეს არის პრესტიჟები მეგობრებო და რა არის პრესტიჟი? ეხლა ავხსნათ ჩვენ. მოკლედ მეგობრებო, პრესტიჟი არის 1000-ზე ზევით ბრაულერი, მაგალითად აი ნახეთ, ამოდენა ბრაულერები ხო ყავს 1000-ზე განულდა. იმიტომ რომ განულდა ნუ ხო 1000-ზე რო ვადიხარ, ეს 0-ით დაეწერება და რატო და როგორ ეხა და რატომ. მოკლედ 1000-ზე რო ვადიხართ მეგობრებო, შემდეგ უკვე კიდევ შეგიძლიათ ახვიდეთ 1000-ზე და იმის შემდეგაც შეგიძლიათ კიდე 1000-ზე ახვიდეთ და გექნებათ ყვითელი ოქროსფერი პრესტიჟები. მეორე თემა არის ახალი ბრაულერი სირიუსი. მაგარი სახელი აქვს სირიუსი. მოკლედ გამოვიდა ეს ბრაულერი, მოდი ჯერ ნახოთ როგორი ბრაულერია, გაჩვენებთ მის სროლებს, ატაკებს. მოკლედ, აი ეხლა როგორი ბრაულერია ეს. ეს ბრაულერი არის მეგობრებო ასევე კედლის იქის სროლელი და წინაც სროლელი, ანუ როგორ აგეხსნათ. დაინამაიკისნაირი ბრაულერიც არის და ჩვეულებრივი მსროლელი ბრაულერიც არის. და მაგარი ბრაულერია მე თუ მკითხავთ მეგობრებო, იმიტომ რომ ნახეთ ამის ეს აკეთებს 2400 იმეჯს და ძალიან ბევრია და ეხლა ნახეთ ეხლა მეგობრებო რა ხდება. აი აქ სუპერს ხო ხედავთ, აი ერთი კლონის დასპაუნება შეგვიძლია ჯერჯერობით. დავასპაუნოთ მოდი. მაგ მარტო ჩვენ ვართ და ჩვენი კლონი დასპაუნდება და აი ისიც. ნახეთ უბრალოდ და სუპერით შეგიძლიათ მეგობრებო მიუთითოთ სად წავიდეს ეს კლონი. აი ეხლა იქით მიდის, ხო? ეხლა რამდენი მოდი შეგეგორებო ძალიან გაციებული ვარ და ძალიან დიდი ბოდიშით. მოკლედ. ეხლა ნახეთ, მარტო ერთი კლონის დასპაუნება არ შეგიძლიათ მეგობრებო. შეგიძლიათ მაქსიმალური დასპაუნოთ 3 კლონი. და რა შვებიან ეხლა ეს კლონები? პროსტაზე ხო არ ესვრიან არა? ნუ ეგეც კარგია, მაგრამ მარტო ეგ არის რომ პროსტაზე ესროლონ. ესენი აკეთებენ მეგობრებო, ქმნიან ესე რომ ვთქვათ, სხვა ბრაულერის კლონებს. აი მაგალითად ეხლა ავიღოთ კოლტი. კოლტი რო იყოს აი აქ მეგობრებო, აი ამ წერეში ეხლა სადაც კოლტი იქნება, იქ უნდა დაუმიზნოთ. დააგდეთ ამებს და გადაიქცევა კოლტის კლონებად და დაუშვებენ კოლტს რა, ძალიან მაგარი ბრაულერია. ჰაიპერჩარჯი არ ვიცი რა ხდება. ოიმე, უფრო დიდი პროს ყავდება. ნახეთ უბრალოდ რამდენი კლონის დასპაუნება შეგიძლიათ. ეს ალბათ მე დაბახავენ, არა დანერფავენ ბოტში. დანერფავენ ამას და ცოტა დაასწრებენ, იმიტომ რომ ამდენი კლონი ნახეთ, რამდენი კლონის ყავდება შეხედეთ. ამას შეხედეთ უბრალოდ. კარგი. მეგონი აგიხსენით როგორი ბრაულერიც არის და გადავიდეთ მეგობრებო ეხლა ჩვენს შემდეგ თემაზე. შემდეგ თემა რა არის ეხლა მეგობრებო? გამოვიდა ახალი ევენთი, სირიუსის ევენთი, საიდან შეგიძლიათ აიღოთ სირიუსი, დააგდოთ სირიუსი და ასე შემდეგ. მე უკვე ვითამაშე ორი თამაში, ორივე მოვიგე. ავიღე ესეთი ბოქსი. ანუ ჩვეულებრივი ევენთია როგორც იყო პირსის, მინასი თუ ვიღაცების ეგეთი რა. კიდევ ერთი თემა. Serious business-ი. Serious business-ი რა არის ახლა მეგობრებო? მოკლედ, არის ესეთი ბრაულერები, ყველა ბრაულერი არ არის, რა თქმა უნდა, რამდენი ბრაულერი თყავთ, იმდენი ბრაულერი იქნება. ვახ. და რა ხდება ეხლა და როგორ? მოკლედ მეგობრებო, ამ Serious-ის ევენტზე აქ უნდა ითამაშოთ, ამ ბრაულერებით მხოლოდ თამაში არ არის. უნდა მოიგოთ. ამ ბრაულერებით უნდა მოიგოთ ეს თამაშები. ძალიან რთული არის, იმალე რომ გითხრათ, იმიტომ რომ 40 ტიკეტია ჯამში რა, 40 ტიკეტია ჯამში რო დავფიქრდეთ. და 40-დან 99-ის მოგება, არა 99-ის არა. 99 ბრაულერით მოგება, ბიჭო მე მგონი არა ლოგიკურია ეგ. ან შეიძლება მეგობრებო მე ვწდები და სხვა იმაზეც იყოს, მაგალითად
სხვა ევენთებზეც იყოს შეიძლება, არ ვიცი, ნამდვილად. შეიძლება აი Shadow Clone-ის იმაზე Shadow Smash-ის ევენთზეც იყოს, ვერ გაიგებთ მაგას მოკლედ, ჯერ სანამ ისა გავიგებთ კარგად, მოკლედ ვერ გავიგებთ ნორმალურად რა. ხო, მოკლედ უნდა მოიგოთ და უნდა შეაგროვოთ მოკლედ მოგებები. ეს კიდევ ერთი თემა, ახალი ბაფები მეგობრებო. აი ამ ბრავლერებზე, ლეონზე, ბიბიზე, ბოზზე, ბულზე, ქროუზე და ნიტაზე თუ გქონდათ ეპიკ გეარები, მითიკ გეარები, ეგმითიკ და ეპიკ გეარები გაუქმდა და მოგცემდათ ქოინებად მეგობრებო ინბოქსში. აი მე მომცა ქროუზი და ლეონისი, the following mythic gear items were removed and compensation. ანუ კომპენსაციის სახით მოგცეს ქოინები. მოკლედ მეგობრებო, მაპატიეთ თამაშს ვერ ვასწრებ, უცბად აგიხსით რა ხდება და როგორ. მოკლედ, Brawl Stars-მა გააუქმა არა. უფრო ასე რომ ვთქვათ, მოამატა მოგების თასებზე. ანუ პირველ ადგილზე რომ გადიოდით solo showdown-ზე, მეგობრებო, ხო გაძლევდათ 10,000. ეხლა გადლევს 13,000. და ეს არ გეგონოთ რომ ვისტრიკი რომ გააუქმეს მაგიტომ ან რამე სხვა რამის გამო, ეს უბრალოდ ამაღლეს, ეს რო ვთქვათ რომ გამოვიდა ეს 3,000 პრესტიჟი, 2,000 პრესტიჟი და პრესტიჟები რო გამოვიდა, მაგის გამო მოუმატეს თასები. არც ბევრი გაკლებათ ეს დაბლა, არც ცოტა გემატებათ ესე რო ვთქვათ. გააუმჯობესეს თასების მომატების ის და დაკლება. მოკლედ მეგობრებო, იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო, იმედი მაქვს გარკვეული ვიდეო იყო და ყველაფერი კარგად აგიხსენეთ რა და როგორ იყო, რა და როგორი დაემატა. მე გემშვიდობით ახლა მეგობრებო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გადაუზიარეთ მეგობრებს, მე გემშვიდობით მომავალ შეხვედრამდე. ადიოს მეგობრებო.